ბურატინოს თავგადასავალი. მაგრამ ყველამ როდი იცით, რომ ეს ზღაპარი პირველად იტალიაში დაიწერა. მისი ავტორია მე-19 საუკუნის ცნობილი იტალიელი მწერალი კარლო ლორენცინი, ანუ კოლოდი. ბურატინო იტალიური სიტყვაა და ხის კაცუნას ნიშნავს. კოლოდიმ თავისი ზღაპრის გმირს პინოქიო დაარქვა. პინოქიოს თავგადასავალი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია მთელ მსოფლიოში. იგი ისევე პოპულარულია, როგორც უკვდავი დონ კიხოტი და გულივერი. იყო და არა იყო რა? იყო ერთი მეფეო. საჩქაროდ მომიგებთ პატარები. არა ჩემო კარგებო, ვერ მიმიხვდით. იყო და არა იყო რა? იყო ერთი შეშის ღერი. რამე განსაკუთრებული ხის ნაპობი კი არ გეგონოთ. ჩვეულებრივი შეშის ნაჭერი იყო. ზამთრობით ოთახების გასათბობად ღუმელებსა და ბუხრებს რომ გაახურებენ ხოლმე. როგორ მოხდა? არ ვიცი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეს შეშის ღერი მოხუცი დურგლის სახელოსნოში აღმოჩნდა. მოხუც ოსტატს ანტონიო ერქვა, მაგრამ ყველა ოსტატ ალუბალას ეძახდა, რადგან ცხვირის წვერი მწიფი ალუბალივით წითელი ჰქონდა და უპრიალებდა. ოსტატმა ალუბალამ შეშის ღერი რომ მოიხელთა, საოცრად გაიხარა, ხელი ხელს მხიარულად შემოკრა და ჩაილაპარაკა. სწორედ რომ დროზე ჩამივარდა ხელში, აქედან მაგიდის ფეხს გამოვთლი. როგორც კი ეს თქვა, მაშინვე მჭრელი ცული აიღო და ხის ქერქის შემოცვლა დააპირა. დაკვრა ვერც კი მოასწრო, ცული ჯერ ისევ ჰაერში ჰქონდა შემართული, რომ შეშის ღერი მუდარის ხმით აწრიპინდა. არ დამარტყათ! არ დამარტყათ! ალბათ წარმოგიდგენიათ, რა სახეს მიიღებდა კეთილი ოსტატი ალუბალა. უზომოდ განცვიფრებულმა ოსტატმა სახელოსნო მოათვალიერა. უნდოდა გაეგო, ხმა საიდან მოდისო, მაგრამ ოთახში არავინ ჩანდა. დაზგის ქვეშ შეიხედა, კარადაც გამოაღო, რომელიც ყოველთვის დაკეტილი ჰქონდა, მაგრამ არავინ იყო. ნახერხითა და ბურბუშელით სავსე კალათში ჩაყოხ თავი, დარაბაც გამოაღო და ქუჩაშიც გაიხედა. მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ? იქაც არავინ ჭაჭანებდა. იქნებ? მივხვდი! ჩაიხითხითა დურგალმა და პარიკის ქვეშ მოიფხანა თავი. უთუოდ ყურმა მომატყუა. ჯობია ისევ ჩემს საქმეს მივხედო. ისევ აიღო ცული და ღონივრად დაკრა ხეს. ვაი, მატკინე! აღრიალდა იგივე ხმა. დურგალ ალუბალასთვის ეს უკვე მეტი იყო. შიშისაგან თვალები შუბლზე აუცოცდა, პირი დააღო და ენა ნიკაბზე გადმოეკიდა. ასე რომ მოხუცი ერთი საოცარ ქანდაკებას დაემსგავსა, ძველად ჩადრევნებს რომ ამშვენებდნენ ხოლმე. ბოლოს ზალღონე მოიკრიბა და თუმცა შიშისაგან ისევ ცახცახებდა, ხმა მაღლა დაიწყო. მაინც ვინ დაიძახავ? ვაიო? აქ ძეხორციელი არავინ არის? იქნებ შეშის ღერი ტიროდა და კვნესოდა ბავშვივით. არა, მაგას რა დამაჯერებს? ეს ხომ ჩვეულებრივი შეშაა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავს მეორე შეშის ღერს. რომ ავიღო და ცეცხლს შევუკეთო, თელ ქოთან ლობიოს მომიხარშავს. მაგრამ იქნებ შეშის ღერში ვინმეა შემძვალი, ჰა? ვაი მისი ბრალი, ახლავე ვუჩვენებ სეირს. ამ სიტყვებით ორივე ხელი დასვდა საწყალ შეშის ღერს და ერთი თუ ორი ურტყა სადურგლოს კედელს. მერე ისევ მიაყურა და აბაკუნესას თუ ისევ გავიგონებო, 2 წუთი უცადა, არაფერი, 5 წუთი, არაფერი, 10 წუთი, კიდევ არაფერი. მივხვდი, თქვა ბოლოს დარცხვენით ჩაიცინა და პარიკზე ხელი გადაისვა. წეღან რომ მომესმა ვაიო,
ნამდვილად მომეჩვენა. ისევ საქმეს მივხედო. შიშ ჯერ კიდევ არ გაევლო, რომ თავის გასამხნევებლად სიმღერა წამოიწყო. ცული გვერდზე გადადო, შალაშინი აიღო და შეშის ღერს გაუს გამოუსვა. უი გაჩერდი გეთახვა მეიტინება. ამბობდა ვიღაც და სიცილით იგუდებოდა. ახლა კი ოსტატი ალუბალამ მეხდაცემული დავარდა ძირს. მოგვიანებით როცა გონს მოვიდა, დაინახა რომ ყველაფერი ისევ იატაკზე ეყარა. დურგალს სახე მოღრეცოდა, ხოლო ჭარხალივით წითელი ცხვირის წვერი შიშისაგან გალურჯებოდა. სწორედ ამ დროს კარზე მოაკაკუნეს. შემოდით, ძლივს ამოილუღლუღა დურგალმა. ფეხზე წამოდგომა კი ვერ შეძლო. სახელოსნოში ერთი ჭარმაგი მოხუცი შემოვიდა. მას ჯეპეტო ერქვა, მაგრამ ბავშვები ზედმეტ სახელად მჭადას ეძახდნენ. რადგან თავზე ყვითელი პარიკი მართლაც მჭადივით ჰქონდა დატყეპებული. ვაი, მისი ბრალი, ვინც ჯეპეტოს ზედმეტ სახელს დაუძახებდა, ისე წამოენთებოდა, რომ ვეღარაფერი ამშვიდებდა. გამარჯობა, ოსტატო ანტონიო, შესახა ჯეპეტომ. მანდრაშა შერები ხარ. ჭიამჭველებს გამრავლების ტაბულას ვასწავლი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. აქ რამ მოგიყვანათ ბიძიკო ჯეპეტო? რამ და ფეხებმა. იცით რა, ოსტატო ანტონიო, რაღაც აზრი მომივიდა თავში და თქვენი დახმარება მჭირდება. დიდი სიამოვნებით მიუგო დურგალმა და წამოდგა. დღეს დილით ერთი იდეა მომივიდა თავში. აბა მითხარით? რა იქნება რომ ერთი კარგი ხის თოჯინა გავაკეთო? მაგრამ იგი მართლაც გასაოცარი რამ უნდა იყოს. ცეკვაც უნდა შეეძლოს, ფარიკაობაც და ჰაერში ფრენაც. ამ ხის კაცუნათი ქვეყანას შემომივლიდი და პურის ფულს ვიშოვიდი. იქნებ თითო ჭიქა ღვინისთვისაც დამრჩენოდა 2 გროში. რა სიტყვით ამაზე? ბრავო მჭადა! წამოიძახა იმავე წლიპინა ხმამ. ბიძიკო ჯეპეტომ გაიგონა თუ არა, ეს წიცა კაცავით გაწითლდა და დურგალს დაუყვირა. ისუბედა ასეთ შეურაცხყოფას. რას ბრძანებთ, მე არაფერი მიკადრებია. ახლა არ მითხარი მჭადაო? არა, მე არ მithქვამს. აბა ვინ თქვა? შენ გარდა აქ ვინ მეტყოდა? არა მეთქი. კი. არა, კი. საქმე იქამდე მივიდა, რომ მოხუცები ერთმანეთს შეებნენ. როცა დამშვიდნენ, ჯეპეტოს ყვითელი პარიკი ოსტატ ანტონიოს შერჩენოდა ხელში. დურგლის ჭაღარა პარიკი კი ჯეპეტოს ეჭირა კბილებით. მომენტ ჩემი პარიკი, დაუყვირა ოსტატმა ანტონიომ. შენ ჩემი მომეცი და შევრიგდეთ. როგორც კი მოხუცებმა პარიკები გაცვალეს, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და შეჰფიცეს, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე მეგობრებად დარჩებოდნენ. მაშ ასე ბიძიკო ჯეპეტო უთხრა დურგალმა შერიგების ნიშნად. რა სამსახური უნდა გამეწია თქვენთვის? ხის კაცუნას გამოსაცელად შეშის ღერს ხომ ვერ გამოიმეტებდით ჩემთვის? ოსტატი ანტონიო ფაციფოცით მივარდა სადურგლო დასგას და გამოიღო შეშის ღერი, რომელმაც ამდენი შიში განაცდევინა. როცა იგი თავის მეგობარ შეშას უწვდიდა, შეშის ღერი ახტა და საწყალ ჯეპეტოს ზედ გამხდარ ფეხზე დაეცა. რა სასოებით მიბოძეთ, საჩუქარი, ოსტატო ანტონიო. ალბათ მომავწრიეთ ფეხი და ეგ არის. გეფიცებით მე არ მიქნია. აბა მე ვქენი? ხის ბრალია. მე ხომ ვიცი რომ ძალად დამარტყით ფეხზე. ძალად არ დამიტყამს. მატყუ არა ხარ. ჯეპეტო, ნუ შეურაცხყოფ, თორემ ჭადას აგიძახებ. შევირო შენა. ჭადა. ზროხა. ჭადა. სულელო მაიმუნო. ჭადა. როცა ჯეპეტო მესამედაც გაიგონა ჭადას მეძახისო, ჭკუა გონება დაჰკარგა. მივარდა დურგალს და ისევ ატყდა ვაი უშველებელი.
ცემატყეპის შემდეგ ოსტატ ანტონიოს ცხვირზე 2 ნაკაწრით მეტი აღმოაჩნდა. მის მეგობარს კი 2 ღილით ნაკლები ეკერა ქურთულზე. ამგვარად მეგობრებმა, ასე ვთქვათ, ანგარიში გაასწორეს. ისევ ჩამოართვეს